აღარ უთმობ. თამამად მოუმატე. ან შიანელები თავის ნებით არ გადმოვიდეს, მაგრამ წითელი ქონათ ხო მიხდი? ეხლა 150-ში წრილზე ვიმოძრავებთ მარცხნივ. მარცხნივ ანუ აქეთ გადმოვიდეს. აი, კი ბატონო. ოღონდ ნახე ჯერ ცოტა ხანზე ჩავუვთე მარცხნივ. აი, ეს არ მიიწევ უბრალოდ რა, სანამ დასაშვება, აი ჯიპი გავატაროთ, იარე ოღონდ. აი, ისე. გადავიდე ახლა თუ ის. ჯერ ვერა ისიც გასწრებს, ნახე, არ გიწევს. ნახე, ეს გადავედით, ეხლა მოუმატე და გადავედ. მიხდი? სანამ აი ცოტა არ იგრძნობ, რომ ისეთი მონაკვეთი არ გადახვიდე რა. ეხლა მალე წრილზე იმოძრავ მარცხნივ. კიდე ჩავთავ ხო? კიდე ჩართავ. ეხლა სტანდარტულად რა ხდება? შესვლამდე დათმობა, გახედე იქით, არავინ არ არის და წავედი. აქ უთმობ, აქ არ უნდა გამეჩერებია? ეხლა არა, всё, რადგან არავინ არ მოდის. უთმობ, მაგრამ თუ არავინ არ მოდის, არ აჩერებ. ეხლა აქედან მომავალ შენ გითმობს, ოღონდ აკვირდება. ხო, მაგრამ ასე აი, всё, გაჩერდა და წავედი. შენი ზოლით ოღონდ ახლოს. და აქ ხო? და პირდაპირ, ხო. აი. აბა ცუდად ჩამოვედი? ნახე, მე შეგახსენი, არ ვიცი, შენ რო არ შემეხსენებინა და შეუხვევდი თუ არა, ეგ არ ვიცი. არა, კი შევხვევდი, მაგრამ იქ სად უნდა გამეხედა, ვერ მივხვდი რატომ გავიქცე. ნახე, წრეები ხო გავაკეთე, წრეზე შესვლამდე მარცხენას უთმობ. ხო. ანელებ ყველა ვარიანტში, რო შეანელებ თუ მანქანა დაგხვდა, მე აჩერებ და ატარებ, მაგრამ თუ არ დაგხვდა, უკვე გაჩერება სავალდებულო აღარ არის. მარცხენა სანამ შეხვალ წრეზე, მარცხენა ვიც ამოდიოდა, დათმობა ხო გქონდა? რო შემოსული ხარ, მე უკვე იმას გქონდა დათმობა, ხო, ზევიდან ვინც ჩამოდიოდა. იქაც ნელა აკეთებ, რომ შეაფასო, მაგრამ ის უკვე შენ გითმობს. მიხდი რა განსხვავებას? ხო. თუ კიდე გინდა აგიხსნა კიდე. ახსნა არ მინდა, კიდევ გავიარეთ წრეს. გავივლით კიდე, ხო. ანუ სანამ შედიხარ წრეზე, ანელებ, მარცხენა თუ ვიმე გხდება, იმას უკვე უთმობ, მე აჩერებ, რომ შეანელებ, მაგრამ თუ არავინ აღარ შეგხვდა, გაჩერება აღარ გჭირდება მე უკვე. შენელება ყველა ვარიანტში, კი ბატონო. არ დაგაბნიოს. ოღონდ გახედვები გჭირდება ყველა მხარეს, ვისაც შენ უნდა დაუთმო, ეგ თავისთავად. დამაბნეველი წრიულები არ შემხვედრიო. დამაბნეველი არც არ არის, ამას რას ერჩი? რაღაც მახინჯი იყო ეგ გავიგე. რატო იყო მახინჯი? ნახე, შენი ზოლი უნდა დაიკავო რა, მარცხნივ მოთხოვისთვის თავიდან ხო დაიჭირე მარცხენა ზოლი. ხო. ესე იგი უნდა გააკეთო ახლო მარცხენა მანევრი, ხო? ანუ მარცხენა მარჯვენაში ხო ვერ აღმოჩნდები. ახლო მოხდა უნდა გააკეთო, ხო? სულ რომ მოტრიალდე, ან სულ რომ მარცხნივ წახვიდე, მაინც ერთი ზოლი უნდა გეჭიროს მარცხენა. მიხდი? ანუ არ არის დამაბნეველი. მირავი. სულ ხოს. კი ბატონო, მე გადავიდეთ. აი. აი, ზებრაზე არავინ არ მოდის, მაგრამ მაინც ფეხი აუშვით წავედით. აი. წრიულზე უნდა დაიბნე რა. ეძებ ნიშანს შესვლამდე და თავს ატრიალებ ყველა მხარეს, ანუ ვისაც შენ უნდა დაუთმო იმას, რა თქმა უნდა აკვირდები, მაგრამ ვინ შენ გითმობს, იქაც შენი გზა კი არ არის, მაგრამ არნიშნავს, რომ ჩააჭირო და გახვიდე და რაღაცა რა. იმ შენ გზაზეც იხედები მარჯვენა მხარეს, კარგად თავის ტრიალი ის გვერდიდან მხარზე გახედით, დააფიქსირო, რომ ის ნამდვილად გითმობს. დავედით. აი, ხა ავტობუსს ველოდები. რა თქმა უნდა, ველოდები, სხვა გზა არ არის. ზებრაზე არავინ არ გადმოდის. კი, თან წითელი აქვს. მაიგე. შუქნიშანი რო არ იყოს და რო იდგეს ზებრასთან, მაგას თან აჩერება უცებად და უთმო. თუ არ გადმოვიდა და თუ არ გადმოვიდა, ახსენებ, რომ არ გადმოდის და ვაგრძელებ მოძრაობას. აი, აქ აუშვოდნავ, არავინ არ არის, წავედით. მაიგე არის ჩქარო. აი, შვი არავინ არ არის. კი ბატონო. აი, ხა დავედით. აი, აქ ელოდები ნახე, აუცილებლად, იმიტომ თან უწყვეტი ზოლია, თან ტრანსპორტია. ამ ტრანსპორტს მაგალითად რამე მანქანა რო იყოს ავარიულად გაჩერებული, იმას ვერ დაელოდები. არიდებ, ოღონდ უსაფრთხოდ, როცა თავისუფალი იქნება რა. დავედით. მიყევი ხოლმე მე კარგად. აი იმას არ უთმობ ხა, მაგრამ აკვირდები ის ჩქარებს ავარაუდოთ და დაგათმობინებს, მიხდი? თამამად.
თავად აქ გზა შენია, შევალთ ერთი ზოლით მარცხნივ და ვიმოძრავებთ პირდაპირ. ამას არ დავუცმო ხო? ნუ გზა შენია, მაგრამ შეაფასე რა, გამოდის. ერთი ზოლით მარცხნივ შევდივართ, წადით ავმათ გაზით. ჩავურთე მარცხნივ. აქ შევდივართ? კი, მარცხნივ შევდივართ ერთი ზოლით და მივდივართ პირდაპირ. დაიბნევით. ამ ზოლში თუ ამ ზოლში? არა, მარცხნივ ერთი ზოლით. დავით, გაუთიშე ხა და მივდივართ პირდაპირ. ერთ ზოლით კვეთით რა მარცხნივ, რომ წავსულიყავით პირდაპირ, ზოლი ადის მარჯვნივ ხო. უცხო გზაზე არ დაიბნე რა. ხო, არა. ხო, მაგაზე ფიქრობ ეხარ, თულად უყურებ, მოუმატე ხა, წადით ავმათ. მიყევი გაზით, მიყევი თავმათ. ის ზოლი იქეთ ის ზოლი მიდის მარტო მარჯვნივ ხო. წადი გაზით ხა, თავმათ. ნახე 40 გაქაკ დასაშვები, შენ 20-ით მიდიხარ. ხო, შეფერხებაში გეცლება რა. აი ესე 40-საც ეცადე არ გადააჭარო. აი, მენიარე. ზოლით შევდივართ მარჯვნივ გადავიდეთ. სად აქ შუაში? კი, მარჯვნივ ერთი ზოლით, ნახე, მარჯვნივ. ეხლა ნუ დაიბენი. აი ხო, კაი. აი ეს. მარცხნივ მივდივარ, მე სად გადავიდე. აი. თავიდან მობილისტი. მივდივართ პირდაპირ. ნახე, იქაც რო ავედით ლიზზე და რაღაცა პირველ დღეს ცოტა ისეთი ქონდა, ხო? ხო. მე უფრო კარგად გააკეთე, იმიტომ ნუ გაბნევს უცხო გზა. მივდივართ პირდაპირ. ეხლა აქაც რატო გადმოვედი? გამოცდაზე ეხლა ესეთი თულები და რაღაცა არ გხდება. მაგრამ ნახე. მიყრევი. შენი ზოლით. ნახე, ამ შემთხვევაში აქაც პირდაპირ მიდის მხოლოდ ეს ზოლი, მიხვდი? ხო. არა. ეს ხო? აი ეს, მარცხენაში ხო იდექი. მიხვდი? ის ორი ზოლი გადმოდიოდა, იმ ორი ზოლიდან მარცხენაში იდექი. შენ კი აი ესე საჭი პირდაპირ გიჭირავს, ფიქრობ რომ კაი გოგო ხარ, მაგრამ თვითონ ზოლი მიდის წერად. ესე იგი, ზოლს უნდა მოერგო. მიხვდი ხო? თავიდან სწორად დაიწყე, მაგრამ ხატია მხოლოდ პირდაპირ ის. კი, ეს ზოლიც მიდის პირდაპირ, კი ბატონო. 300 მეტრში, 500 მეტრში შევუხვევთ მარცხნივ. ანუ ამ ზოლში უნდა გადმოვიდეთ. რამდენი მეტრში გითხარი? 500 მეტრში ვარ, ხო და გადავიდე. რო გადახვიდე უკვე, ნახე, მაგიტო გითხარი, ის ზოლი აქვე უხვევს, ნახე. ოკეი. ეს არის სადღაც 100 მეტრი. აქ ხო ვერ შეუხვევ, მიხვდი? ხო. აი უნდა გავწდეთ ამას. ნახე. 300 მეტრში შევუხვევ სიტყვაზე მარცხნივ, ხო? აი ეხლა აქედან უნდა დაიწყო ზრუნვა უკვე, მიხვდი? მე ხლა უნდა გადავიდე. ხო. თუ გინდა როცა შენ მოიხეხე 150 მეტრში შევუხვევ მარცხნივ. ახლა შენ გადავდივარ მარცხენა ზოლში. კი ბატონო, მიხვდი? ანუ სადღაც უნდა მოიმზადო ზოლი, მაგრამ ისეთ ადგილას არა, რომ არასწორი იყოს, მიხვდი ხო? დაიწყე შენელება, აი ეს არ დააგვიანო. ზოლი უნდა მოიმზადო, ეხა აქ რა ხდება? რეალურად აქ რო იცოდე, ხო? ორივე ზოლი უხვევს მარცხნივ. რომც არ გადმოსულიყავი, პრობლემა არ იქნება, მაგრამ ეს შენ ხო არ იცი ყველგან, გამოცდაზეც არ გეცოდინება, ხო? ამიტომ იჭერ უკიდურეს ზოლს აუცილებლად, მიხვდი? და როცა მოსახერხებელია, მაშინ იჭერ ზოლს რა, ეგრევე საჩქარო არ არის, რა თქმა უნდა. ეხა აქ ვუხვევთ ხო? ეხა მალე შევუხვევ მარცხნივ, კი ბატონო. თავ ხო? ეხა მალეზე რა თქმა უნდა. ანუ ჯერ თავ ზოლის შეცვლის გამო, მე ერთავ როცა მალე გიწევს, ცოტა ახლოს მინდი, ეს ოდნავ შორს არის. აი ეს საბურავები რო დაიმონოს, აი ეს 3 მეტრი რო ქონდეს. მიხვდი რაც ვილაპარაკეთ?